ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი უკვე დაწყებული არის. ნამდვილად მაინც ვფიქრობ ხოლმე, რომ რაღაცები გამოვასწორო რა, მაგრამ ისეთი ამბავი ხდება, რომ ისა რა, ტვინში ცოტა რთული მოსანელებელია და აქედან გამომდინარე ცოტა მოდონდლოვებული ვარ რა. მაის ტანსაცმელზე შეატყობდით, რომ რამდენიმე დღე არის იმდენად ვარ ფიქრში გადავარდნილი, რომ ბანაობა დამოვიწყდა რა 1-2 დღე არის ალბათ. ხო, ნუ რაზრი აქვს. ხო და გადავარდნილი ვარ რა, ძალიან. მაგრამ უნდა გადმოვარდე რამენაირად რა, ჩემ თვითონ ბრძოლაში ვარ ახლა ცოტა არ იყოს. ვცდილობ რაღაცებზე რომ ვიფიქრო, მაგრამ რამდენად გამომივა ეგ არის. მაგრამ ყველაფერს რა თქმა უნდა კისრით და თავით გავანგრევ რა, მე ყოველთვის ეგრე ვუყურებ ცხოვრებას, რომ რაც არ უნდა პრობლემა შეგექმნას ადამიანის ცხოვრებაში, რაც არ უნდა შეინჩექმნა, რაც არ უნდა ფეხი დაგიწდეს. ყველა შემთხვევაში ყოველთვის უნდა ადგე და მე გააგრძელებ რა, თორე ისე აზრი არ აქვს არაფერს. ხო, დღეს როგორც იქნა მოვაბი თავი და მივწერე სეტანტას და ნახოთ რა გამოვა რა. დაველაპარაკები ერთ-ერთ ქალბატონს, ვინც პასუხისმგებელია მაგაზე და თუ დავაინტერესე ძალიან კარგი იქნება, თუ არ დავაინტერესე არ ვიცი რა ვიცი, მე მოვიფიქრებ რამეს. ვფიქრობ რა. ჩერიმ მითხრა რომ ჩერის ვეჭვრავებოდი რამ და მითხრა რომ რაღაც ძალიან შეცვლილი იყავიო ეს ბოლო პერიოდიო და აქედან გამომდინარე ძველი ელოშა მომენატრეოდა. აი ძველ ელოშაში რას გულისხმობდა არ ვიცი, მაგრამ მე მგონია რომ ეს რაც ახლა ვარ, ახლა სულ ეს ვიყავი უბრალოდ მართლა ცოტა შეცვლილი ვარ რა, იმიტომ რომ იუმორს მოვუკელი და რაღაცა ვიღაცებს რო ზედმეტად არ შევეხო და რაღაც არ ვაწყენინო, მაგას დავიწყე ფიქრი და მე მგონი ეგ არც მთლად საჭირო არ არის რა, ვიღაცები ვინც კარჩე რა. ხო, ჩემ რაღაცებს დავიწყებ ისევ რა თქმა უნდა. TikTok-ზეც თავიდან გავაქტიურდები დიდი ალბათობით, პროსტა იმ ძველ არხს რაღაცა ალგორითმა ცოტა უმტოვნა და აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ რაღაცა ახალი არხი გავაკეთო. რომ დავაბრუნო ჩემი ის რა. ხო, მაგას ვფიქრობ ახლა. ამ ეტაპზე. დღეს დავჯდები და მოვძებნი რაღაცა სასაცილო სატირალ ვიდეოებს და ისევ სტიჩების ჩაწერას დავიწყებ ალბათ. შეიძლება ეგეც რო ვქნა რა. გაჩნია. თქვენ როგორ ხართ? ძალიან ბევრმა ადამიანმა ძალიან ბევრი დადებითი მითხრა ამ ბოლო დღეებში და ეგეც ძალიან მეხმარება რა, რო არ მოგატყუოთ რა. ძალიან თქვენ ვერ ხვდებით თქვენ სიტყვებს ამხელა ძალა აქვს რა, თუნდაც ნეგატივს და თუნდაც დადებითს და როცა დადებითს ადამიანს გეუბნება აი 100 ადამიანი ეგ არის აი უდიდესი მიღწევა რა. მართლა ისე ცხოვრებაში თუ რაღაცისთვის მიმიღწევია იმისთვის რომ ვიღაცა ადამიანები ჩემთვის სრულად უსხო ადამიანები მე რაღაც დადებითს მეუბნებიან რა. ახლა ვაპირებ რომ ამ არხზეც თამბნეილებით დავაბრუნო, რაღაცები ვაკეთო, ოღონდ ჩემი თვიზამ რა, მე ყველაფერი აქამდე არ მისწავლია და ახლა უკვე მჭირდება რა, რომ დავამუღავო. ხო და მაგის გამო ვფიქრობ რომ ეგეც უნდა ვაკეთო. რაღაცებს მოვიფიქრებ. ხო, მეტი ისეთი არაფერი. პლუს სპორტული კონტენტის დაწყება მინდა რამდენი ხანია ხო იცით და მაგასაც ვცდი. ჯერ ჯერ სპორტულ კონტენტს დავიწყებ. სადაც განახი TikTok-ზე დავიწყებ ოღონდ მაგ ყველაფერს და მაგის ლინკსაც ჩავაგდებ როგორც კი გავაკეთებ, მაშინ ვაეგრევ. ჩემი პირველი იდეა ეგ არის რომ სპორტი იმდენად მიყვარს უბრალოდ რომ სპორტთან ძალიან ახლოს ვარ და მინდა რომ სპორტზე ჩემი აზრი მოისმენთ და მეტი არაფერი რა. ხო და მაგაზე კაის ვერაფერს ვერ ვიზავ ალბათ. ხო, ცოტა ისა ვარ. არეული ვიყავი, მაგრამ გუში მე და ლენკას პირად საუბრები გქონდა და ცოტა დავწონდი რა, რო არ მოგატყუოთ. აი გისურვებთ რომ ცხოვრებაში ყველა მიპოვოთ ისეთი ადამიანი როგორც მე ლენკა მყავს რა. მაგ ადამიანმა რამდენი რაღაც გააკეთა ჩემთვის უკვე ვერ აგიხსენებთ რა. ძალიან ბევრი რაღაც. ხო და ისე მართლა მაინტერესებს, თქვენგანაც მაინტერესებს. რაც მაფიაში ვიყავი ცოტა შევიცვალე, თუ არ შევიცვალე, მე მგონია რომ მე ვერ ვხედავდი მაგ ყველაფერს რომ შეცვლილი ვიყავი და ისე მითხრა, ისე თამამად მითხრა, ჩერიმ რომ ძალიან შეცვლილი იყავიო, რომ რა ვიცი დავფიქრდი რა. შეიძლება მართლა ვიყავი და მე ვერ ხვდებოდი, ალბათ. ამიტომ ჩემთან ძალიან ახლოს იყო ყოველთვის ყველაფრით და
ცოტა ხანში მე და ლენკაც ახალ რაღაცებს ვაპირებთ და მაგას მალე დავიწყებთ რა. ყველაფერს ვიზავთ იმისთვის, რომ თქვენს გასიამოვნოთ და ჩვენც ვისიამოვნოთ და მე ეგეთ რაღაცას ვფიქრობ. აი ხლა ამ ვიდეოს რომ მოვრჩები დღეს იქნება ლენკას პირველი სამსახურეობრივი დღე ჩემს გარეშე რა და ის რომ სამსახურში იქნება მე რაღაცების გადაღებას დავიწყებ აუცილებლად რა. ერთი მაგას მივაგენი. კაი სამაგიეროდ დრო მექნება იმისთვის რომ რაღაც ვაკეთო და ყველაფერს გავაკეთე. მაგაზე კაი ვერსია არ მაქვს უბრალოდ რა მეტი რომ არ მოგატყუოთ. ეგ არის საუკეთესო ვერსია რომ აი მე რაღაცები ვაკეთო. ცოტა დაღლილი ვარ. მენტალურად უბრალოდ, მაგრამ ემოციურად ჩემი თავის ხელში აყვანა შემიძლია და მაგას ვიზავ. და ვფიქრობ, რომ სიგარეტსაც უნდა შევესვრო, თორე დიდი ხარჯია ძალიან. ხარჯის გამო კი არ უნდა შევესვრო. მე მგონია, რომ სიგარეტიც თავს მიკეტავს რა. მთელი ცხოვრება იმით ვაправებდი სიგარეტის მოწევას, რომ ფიქრში მეხმარება თქო და რა ვიცი. აშკარად არ მეხმარება ხო? იმიტომ რომ ბევრი რაღაცა არ გამოვიდა ისე როგორც მე მინდოდა. ესე იგი შეიძლება ხელსაც მიშილდეს, რომ ნახოთ იქნება ეს რაღაც პრობლემა და ამას რომ მოგიშორებ მე რას. ეხლა მაგ აი ბოლო ერთი ღერი. მე ღერს მოვწევ, აღარ ვიყიდი სიგარეტს რა. შევეცდები რომ ისე ვიცხოვრო, უსიგარეტოდ. რამდენად გამომივა არ ვიცი, მაგრამ მე შევეცდები ჩემსაც, რა თქმა უნდა. სად ვარ და აროჩი. ახლის ძიებაში გავიწყდება ის, რომ ჩემი საყვარელი არტისტი დღესდღეობით ჰიპ-ჰოპში არის ედი და ძალიან მიხარია, რომ ედი არსებობს. ედის სიმღერებიც ტრეკები უფრო სიმღერას ვერ დაუძახებ. ამოუწონს. რაღაც სხვანაირად შეიცვალა ქვეყანა რა. მარტო მე კი არა, მთელი ქვეყანა შეიცვალა მე მგონი. ეს ბოლო წლებია რა. რაღაცნაირები გავხდით. არარეალურები. ჰორა, წავედი ვიშრომო. უნდა ვიშრომო, თორე ესეც ხო შრომა აქტივითო. ეს ამაზე ხა იმდენს არ ვშრომობ, რომ რაღაც შესაბამისი გამოხმაურებაც აქვს, მაგრამ ხა შევეცდები რომ უფრო მეტი რაღაც გავაკეთო. ისწრეთ. კარგად მეცინა. კაად გამოვიწინე, რომ არ მოგატყუოთ სიმო. თავი მაგ გადასაყარს პროსტა მიზარება. ой, რომელი რაღაცა კომპანია მომწერა, რომ 6 თვიან აბონემენტს მოგცემთ და ჩვენთან გადაიღო ვიდეოები. 1-5 წელი მაინც. მე მგონი არ ვიზავ. მეზარება. არა, განა ის მეზარება. იქ მისვლა და იქ გადაღება კი არ მეზარება. პროსტა ეს არ მჭირდება 6 თვიანი აბონემენტი რა, ჩემთვის სწორედაც და თვალსაც და ჩვეულებრივად. მაფია ბარბერშოპ მომწერა ამას წინათ და იმათთან მივედი, იმიტომ რომ ეს მაფია ძალიან კაი იყო. ხა რავი რა, ხა ჩემთვისა. ისევ. ახლის ძიებაში გავიწყდება ის, რომ თქვენ რისი მოსმენა გაგიხარდებოდათ და გაგისწორდებოდათ ჩემგან, ეხლა მაგაზე ვფიქრობ, რაც გავიღვიძე იმის მერე რა. და არ ვიცი, რაღაცას თქვენთვისაც მოვიფიქრებ აუცილებლად განსაკუთრებულს რა. პროსტა ისაა, რომ PC რო არ მაქვს. ცოტა რთული არის მონტაჟი რა, ტელეფონში ხო ვერ დავამონტაჟებ. ხო და ისე ვერ დავამონტაჟებ როგორც მინდა. თან მე მონტაჟი არ ვიცი და ტელეფონში სწავლას ჯობია რომ PC-ზე დავამოყმოს მონტაჟი რა, ხო ხვდებით როგორც რა. ხო და მაგას ვცდი რომ მე დავამოყმო რა. ეხლა ვაფშე იმას ვცდი რომ YouTube-ზე რამე მუსიკა დავადო ამ ვიდეოს.
რომ ისეთი მშრალი აღარ იყოს, როგორც ადრე იყო ხოლმე. დღეს რაღაცა მუსიკა დაბალფონად უკან. იძახიან რომ მუშაობსო და რა ვიცი ნახოთ აბა თუ მუშაობს. წავედი მე. ჭკუით იყავით ხალხო. თუ რამე არის აგერ ვარ. ერთი დღე ხომ მქონდა რომ თქვენ მჭირდებოდით რომ ყოფილიყავით და ეხლა მე ვარ ისევ თქვენთან. So, go.